მე-17 საუკუნეში საზოგადოებრივი მოწყობის შესახებ ახალი ხედვა გაჩნდა. თომას ჰობსი წერდა, რომ ადამიანებმა ბუნებრივ პირველყოფილ მდგომარეობას თავი დააღწიეს და საზოგადო შეთანხმებით ერთგვარი ხელშეკრულებით სახელმწიფოები შექმნეს. ჯონ ლოკის მტკიცებით, ეს ხელშეკრულება ადამიანის უფლებებისა და საკუთრების დაცვას ემსახურებოდა. ჟან-ჟაკ რუსომ ეს იდეა განავრცო. ხელშეკრულების წევრები, ანუ ხალხი, მთელი საზოგადოება გამოხატავს საერთო ნებას და სახელმწიფო ამ საერთო ნების საფუძველზე უნდა იმართებოდეს. ამ მიდგომამ ლოგიკური კითხვა წარმოშვა. თუ ერი ან საზოგადოება მხოლოდ ამჟამად ცოცხალი ადამიანების ხელშეკრულებაა, მაშინ რატომ უნდა მივაგოთ პატივი ტრადიციას? რატომ არ შეგვიძლია წარსულის დავიწყება და ახალი მომავლის შენება? კონსერვატიზმის მამად წოდებულმა ედმუნდ ბერგმა 1790 წელს ამ შეხედულებას ასე უპასუხა. საზოგადოება მართლაც ხელშეკრულებაა, თუმცა ის ფორმდება არა მხოლოდ მათ შორის, ვის დღეს ცოცხალია, არამედ მათ შორისაც, ვინც უკვე გარდაიცვალა და მათ შორისაც, ვინც ჯერ კიდევ უნდა დაიბადოს. სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპზე დგას კონსერვატიული აზროვნება.